კალცის ნაკლებობა ორგანიზმში სხვადასხვა რისკს იწვევს. ზოგიერთ ძირითად რისკს შორის შეიძლება იყოს პირველი ოსტეოპოროზი. კალცის დეფიციტი იწვევს ძვლების სისუსტეს, რაც ზღუდავს მათ მდგრადობას და ზრდის ძვლების მოტეხვის ალბათობას. მეორე კუნთოვანი სპაზმები. კალცის ნაკლებობა კუნთების გადაძაბვას და სპაზმებს. ასევე კუნთების სისუსტეს იწვევს. მესამე გულის პრობლემები. კალცის დეფიციტი გავლენას ახდენს გულის რიტმზე, რადგან კალცის დაბალი დონე გავლენას ახდენს გულის გამტარობით. მეოთხე ბოლო დაავადებები. დეფიციტის შედეგად შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა დაავადებები, როგორებიცაა კენჭები თირკმელებში და ჩირქები. მეხუთე დაბალი ჰორმონალური ფუნქცია. კალცის დეფიციტი აისახება ჰორმონალურ სისტემაზე და შეიძლება გავლენა იქონიოს სასქესო ჰორმონებზე. კალცის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია საკვებში კალცის წყაროების დამატება, მაგალითად რძე, ხაჭო, სიმინდი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული ან საჭიროების შემთხვევაში კალცის დანამატების მიღება ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.